ყველას მოგესალმებით, თქვენთან არის გიორგი. ესე იგი, იმ ამბავის მოყოლა მინდოდა, რომელიც სადგურში არ დამაცადა იმ ქალმა რა, აცხადებდა რა. ესე იგი, აი გრეჩიხას პერიოდის მოყოლა მინდოდა რა, აი გრეჩიხა რო გრეჩიხობდა, არხვაშიც და ისეც ხსნელშიც, აი ესეთი იმ ამბავის მოყოლა მინდა. აქციებია თბილისში, რა თქმა უნდა. საპროტესტო სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც მე შეუერთდი. განა იმიტომ რომ მე შემეხო რამე. არა, თვლი გადავხედე, დავწონე, ვიჩოთირე. ხო და მივიღე ესეთი გადაწყვეტილება, რომ კი, მაგ აქციაზე უნდა ვიყო, იმიტომ რომ ხო სააკაშვილმა ბესპრიდელი დაიწყო რა, რასაც ქვია, უკონტროლო გახდა. ხო და აი ძალიან უკვე ჩანდა ყველაფერი რა, რომ აი მე ვარ და ბელადი ვარ რა. მაგრამ ვიზეც საჭირო იყო, თქვათ, ვისაც უპირისპირდებოდა, ბოლოს მაინც იმის მონა გახდა. ეს მეორე თემაა, მე მოვყვები ამას და ესე იგი, ზუბალაშვილების ქუჩაზე ვცხოვრობდი. აქციები რაღაც სავსეა, მთელი რუსთაველი, თავისუფლების მოედანი. ხო და ზუბალაშვილების სახლში სადაც ცხოვრობდი, იქ რემონტი მაქვს. ესე იგი, საჭმელი უნდა ვიყიდო, წავედი მაღაზიაში, რომელიც მთავრობის სახლთან არის ახლოს. ხო, ეს ვიდეო არ დამიფინანსეს, თორე რეკლამას გაუკეთებდი ამ მაღაზიას. ხო და ვიყიდე და გამჭვირვალე პარკში დევს აბსოლუტურად აი საჭმელი რაც ავიღე რა. გამჭვირვალე პაკეტში აი რო შეხედო პირდაპირ ნიღბითაც და უნიღბოთაც დაინახავ რომ აქ არის საჭმელები რა, რომელიც მაგალითად და პური მიჭირავს ხელში. ეხლა რაღაც რელიგიური კუთხით რო წავიდეთ, შეიძლება იმ თანამშრომელმა ვინ შეურაცხყოფა მომაყენა, იფიქრა რომ მე ამ პურით და ამ საჭმელით, ხო? აი 5,000-ნი რო გააძღო ჩვენმა ღმერთმა იესო ქრისტემ სასწაული რომ მოახდინა, ალბათ ამან იფიქრა რომ მეც რაღაც ეგეც ვაპირებ რა. მაშინ გრძელით მქონდა და წვერი მოშობული ეკლესიაში, რა თქმა უნდა, მსახურობდი და ამ ტიპმა ეხა იფიქრა რომ მე ვახდენ სასწაულს და უნდა დავაპურო აქციონერები. ხო და შევხედე ამ მთავრობის სახლს, ვათვალიერებ და ფანჯარაში აერთეთის თანამშრომელი ნიღაბით ესე მანიშნებს რა, შენო აი ესე რა და მე თითით ვანახე რომ მე მეთქი და ხო, შენო და მაყენებს შეურაცხყოფას და შუათითი დამანახა ბატონო. ეხა გულში გავიფიქრე რომ ეხა ვიღაცა რა ჩამოსული, არავინ არ არის, აი საერთოდ პიროვნულადაც არ ვიცნობ, სახელი და გვარიც რო ვითხრას, მაგის სახელი და გვარი არაფერს არ მეტყვის. ეთქი გავტრიალე და წავალდა. მე გამახსენდა რომ ბიძაჩემი მუშაობდა მაშინ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში. GDD ესე რო აბრევიატურა თუ რაც არის და ეხა აღარ მუშაობს, რა თქმა უნდა, კაიხანია, სახლში არის ცოლ-შვილს უშლის ნერვებს და ოჯახს. ხო და ესე იგი, მივედი ახლოს, წიდგას პოლიციელი და ეს პოლიციელი მეუბნება, რა ხდება ბატონო და ამ პოლიციელმა, რა თქმა უნდა, ძდილობიანად მომართა, გამიგე, ნორმალური ადამიანი დგას ჩვეულებრივად, ფორმა აცვია, იცის თავისი, თქვათ, თანაშრომლობრივი მოვალეობები. აი მე ვთხარი ის ადამიანის შეურაცხყოფას მაყენებს და რა დაუშავე მაინტერესებს მეთქი ერთი გამოვიდეს რა და ეს თან მოდის და რაღაც ისე შეურაცხყოფა რაღაცას იძახის და როგორც კი უთხარი ჩემი ბიზის სახელი და გვარი მეთქი იმაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მუშაობს მეთქი რა ხო და ხო არ დავილაპარაკოთ მეთქი რაღაცა ეგეთი და ჭვესტები გატრიალდა ეგრევე წავიდა რა ანუ მიხვდა რომ მე ვიღაცა თქვათ იმაზე უფრო მეტწონიანი ახლობელი მყავს. ჭვესეს უბედურება არის რა. აი ხა ჭვესეს უბედურება ის არის რომ თანამშრომელი აი ესე იქცევა რა. ანუ არც ემს პატივს თავის ფორმას, არც იმ ჯგუფს, რომელშიც თქვათ მსახურობს, ხო? აი რატომ აყენებს შეურაცხყოფას? აი ჩემ გამო ხარ კარანტინში, ხელფასმა დაგიგვიანა ჩემ გამო, თუ ის პრემიას ვერ აიღებ, მე თუ შეურაცხყოფა არ მომაყენე, ხო? თქვათ აი ახლობელი რო ან ყოლოდა ეხა ეგ ტიპი ხო შეიძლება გამოვარდნილიყო და მართლა ვეცემე მაგრად ანუ დაერტყა ჩემთვის ნუ მაშინ ეხა იმას არ ვამბობ რაღაცეთა მძლეთამძლე და ეს ხო ბოქსიორი ვიყავი სპორტსმენი ვიყავი რა ეხა შეიძლება წინააღმდეგობა გამეწია მაგრამ აი რო ვეცემე ხო ვთქვათ აი ეგრე ან შემათრევდნენ და გამლახავდნენ ხო მიშას დროს თან ეგ მოსული ის იყო ვარიანტი ხო და დღესაც სხვათა შორის იგივე მეორდება რასაც ხედავ აი თანამშრომლები არის იქ ვიღაცები, ვინც აი ესე მუჭებზე იყურება რა და ზოგი კიდე თავის გაქცეულს ვერ ცნობს და იმასაც ურტყავს. არის ეგეთი ვიდეოც ნახე, ორი პოლიციელი ერთმანეთს ურტყავდნენ, მე იმან უთხრა, მე ვის ურტყავდა რაღაცა და მე მიხდნენ რომ ფორბიანი ხარ და აღარ შეგეხებიო. აი ეს ტიპი გატრიალდა
და მეც მე რა თქმა უნდა წავედი ნაწყენი სახში, იმიტომ რომ არ მომეწონა რა. არ მქონდა მე ცუდი აზრი სამხედროებზე, არ მქონდა მე ცუდი აზრი თანამშრომლებზე და არასოდეს პოლიციისთვის მე შეურაცხყოფა არ მიმიყენებია რა. მით უმეტეს და თან უბრალო მაცხოვრებელისთვის რა უნდა რა დამიშავა, რატო ან რომს დავიშავოს, მაინც კიდე ისე ვიზავრო, გამოვიკლევ. მიზეს რომ რატომ რამეს მიშავებ რა, აი რა დაგიშავე რა, რა გინდა ვაფშე რა. ხო და აი ესეთი ხალხი მაგალითად ვინც თანამშრომლები ხარ და ბლატაობთ. აი ეს ვერ გავიგე ბიჭო. თუ ქუჩაში გინდოდათ რა, ის არის დაკეტილია ქუჩის აკადემია, ვერ შეხვალთ იქ, ვერ იცხოვრებ, რაღაცა წელში ვერ მოიხრები, სიგარეტის მოწევა, დედის გინება რა, იმაზე ვინმე შეგიშალათ ხელი თუ რა. ანუ თანამშრომელი ხარ და ბლატაობ არ გამიგია რა. ანუ არ ჯდება, არც მორალით, არც შეხედულებით, ფორმა გაცვია რა. პატივი ეცი შენ ქვეყანას, შენ ფორმას და ვინც კიდე მოსახლე, ჩვეულებრივი მოსახლე, ხო? შეურაცხყოფას გაყენებს, მაგასაც რა თქმა უნდა არ მივესალმები, კაცო, არ დაგიმსახურებია. თანამშრომელი ხარ, იცავ ესე იგი შენ ქვეყანას, მე წარმომიდგენია ესე რომ პოლიცია რო არ იყოს სახელმწიფოში, ის სახელმწიფო არ არის, კაცო. დანაშაულები და კრიმინალი პოლიცია არის და ისე ხდება და პოლიცია რო აღარ იქნება, იქ ხო უარესი იქნება რა. საერთოდ უკონტროლო გახდება ყველაფერი. ხო და ისიც კიდე აი ეს მაგალითად ხარება რო არის, კაცო, ვინ გაახარა ამ ტიპმა მე არ ვიცი, მაგრამ ნუ ხარება ქვია რა, ხო და აი რომ მიუყვანეს იქ ადამიანი და წიხლი რომ ამოარტყა და ხელი რომ დაარტყა და ასე შემდეგ, ხო? აი ნახე მე ჟურნალისტი მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ აი ჟურნალისტი რა თქმა უნდა რომ წამოგაგოს პროვოკაციაზე, ხო? და ამშვიდებულად დაელაპარაკე, კაცო, უთხარი რომ არ მსურს საუბარი. ისა მიმართეთ პრეს ცენტრს. ან რაღაცა ეგეთი, ხო? ეს ხო მე და აი რაღაცა იმე ცხვირში ლაპარაკობს, აი იმაზე რა ქვია 90-იანებში ნარკომანები რო იდგნენ, აი ის რო ჯგუფი რო შეიკრიბებოდა და ერთმანეთში რო იმას ლაპარაკობდნენ ამ რაღაცა იმას რა ქვია იმის რა ქვია ქიმიურ ნარკოტიკულ განვითარებებზე რა. რა საჭირო არის თანამშრომელი თანამდებობაზე კაცი ხარ. ეს რა ლაპარაკი არის რა, რაღაც აი ხულიგანის ლაპარაკი რა, კაცი რომელიც აი ჯერ ასაკი არის, 40 წლის ზემოთაა უეჭველი ეგ კაცი. ამ ხელა კაცი ხარ, რას იჭიმები. კაი ხო, მიშას თავრობიდან გადმოგიყოლეს, ეხა ბიზნესთან ხარ, კაი გასაგებია, მაგრამ შემდეგ მე 10 წლის მერე რას აპირებ აი. უბრალოდ რა, წახვალ მე ეკლესიაში ხო სანთელს დაიკავებ და დააჯერებ ხალხს რომ ვითომ მოინანია, ან მაგასაც არიზავ, მაგრამ ნუ ხო აი რაღაცა ესეთი არის რა. აი ეს მინდოდა მე თქვა უბრალოდ რომ თანამშრომლები ვინც ხართ, ხო? თანამშრომლები ყოველთვის მაგ თანამდებობაზე არ იქნებით, კაცო. მოვა დრო, როდესაც შეიცვლებით რა. და სხვადასხვა ხედვაც შეიცვლება ხალხის რა და ამიტომ ჯობია რომ რა თქმა უნდა, კიდე ერთხელ ვიმეორებ, კაცო, ვემიჯნები თანამშრომელი რომელიც დგას და არავის არ ეხება ბატონო, ქვის როლა ეს მოლოტოვი იქნება თუ ეს ფეირვერკი იქნება თუ რაც იქნება, ამას ვემიჯნები რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ჩემი აზრი არის. პოლიციამ ხელი რო არ აღმართოს ხალხზე, არც ხალხი არ აღმართავს ხელს პოლიციაზე რა. და თუ აღმართავს კიდე დაიჭირე და არის ის რა ქვია, გვაღ ბატონო, ცალხრივია თუ ორხრივია სასამართლო არის და წაიყვანეთ ბატონო, ადამიანს არ შეეხო და არ შეგეხება რა. მე არ მგონია ეხა რომ აქციაზე ვიღაცა დაინტერესებული იყოს იმით, რომ აუ წამოპოლიციელები გავლახოთ. ხო აი რაღაცა არ ჯდება რა იმაში ლოგიკაში რა. ხო და რაც შეეხება კიდე დანარჩენი კიდე ამ აქციას და ამ ოპოზიციის ლიდერებს და იმებს, სამწუხაროდ ეს ჩემი აზრი არის, მე ყოფილ ზონდერ პოლიტიკოს, რომელიც პოლიტიკოსობს ეხლა პროკურორი რო არის ნიკა გვარამიაზე და იმაზე მელიაზე მოგობ რა. მე მაგ ადამიანებზე დობა ვერ მექნება, ასევე საერთოდ რა ოპოზიციას მე არ ვენდობი რა. იქ ხო აი იაგო ხვიჩია რაღაცა გამოდის, რაღაცა ზიტყვის ხოლმე. ეგენიც ეხა ძალიან ორიგინალობენ. ხო და მე მგონია ესე რომ ლიდერები მაინც დარჩებიან, ხალხი გაიპრესება, ხალხი რა თქმა უნდა ცუდ მდგომარეობაში იქნება, ეგ ყოველთვის ეგრე იყო რა. თავრობას სუსტი ოპოზიცია აწყობს, რა თქმა უნდა, და თვითონვე ქმნის ისეთ გმირს, რომელიც ხალხში ანტიგმირია, მაგრამ თავრობა ესე აკეთებს, რომ ეგ გამოაჩნდეთ ტელევიზორში, სულ ეგ იყოს, ეგ დაანახეთ, რომ ეგ არის ლიდერი.
ხო და სინამდვილეში ეგეც ზუსტად იმას აკეთებს, რომ მე ეგეთი ტიპი, ნამდვილი ლიდერები, ვისაც უნდა რომ ლიდერობაში მოვიდეს და თქვათ რაღაცა გააკეთოს, იმათ უშლის ხელს. ეს რა თქმა უნდა ეგრე არის და რავი, დანარჩენი კიდე რავი, ჩემ ქვეყანაზე ვიდეოებში მე ნელ-ნელა მოვყვები რა, რას ფიქრობ, როგორ ფიქრობ და რატო ფიქრობ რა. ეს ჩემი აზრები არის, არავითარ შემთხვევაში ამ გვერდზე, ეს ჩემი გვერდი არის, ამ გვერდზე არასოდეს არ გაჟღერდება ვიღაცის ნაკარნახები, რომ აი ესე თქვი, ესე საჭირო. არა, მე რასაც ფიქრობ, რასაც განვიცდი, რაც გულში მაქვს, იმას ვლაპარაკობ რა. არც ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც მარტო ერთ მხარეს იმაში სიტუაცია მოხდება, გავაანალიზებ, შენიშვნასაც მივიღებ ბატონო, არ არის ისე და რაც ყველაზე მთავარი არის, გინებას ამ გვერდზე ვერ ნახავთ რა. აი ვიღაცას გამოვიდე და დედა ვაგინო და აუ იმის და არა, არ არის საჭირო. ეს არაფრის მომცემი არ არის, ეს პირიქით ჩემთვის იქნება ცუდი და ასევე მე ცუდის მომწოდებელი ვიქნები, ანუ ადამიანს უბიძგებ იმისკენ, რომ იგინე და ეს თითქოს ნორმალური არის. არა, ჩვენ საქართველოს იმაში რა ქვია, ენაში ძალიან საკმარისად არის, ქართულ ენაში ძალიან საკმარისად არის სიტყვები და სულ არ დაგჭირდება რაღაც შეურაცხყოფილი სიტყვების იქით-აქით ძახილი რა. ღმერთმა ხელი მოუმართოს ჩვენ ქვეყანას, განთავისუფლებულიყოს აი სულიერად რა, რომ არ ყოფილიყოს რაღაცა აი ამ იმას. უაზრო რაღაცა დოგმები, რომლებიც საერთოდ არ ჭირდება ჩვენ ქვეყანას რა. ეგ არის და ეგ. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და დროებით.